საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის ევროპის საუკეთესო 20-ში. ხანდახან გამექცევა ხოლმე მეცხელი და თვალი. არა, ეგეთებისკენ არა. თუმცა გააჩნია როგორ შეხედავ. მოკლედ, შევწოდე და შემომეყურა ამასინად იმედი და ეგრევე აღვივსე ეროვნული სიამაყით. ქართული მართლმსაჯულების პროგრესსა და წარმატებაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში 3 სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაწერა. მათი ანგარიშების გამოქვეყნება კი ოფიციალურ ვებგვერდზე ევროკომისიას მოუწია. აწიგეთ ოდინებათ, ქართული მართლმსაჯულება ევროპის 20-შია. ეს ნიშნავს, რომ უსწრებს ნამდვილი დასავლეთის ზოგ ქვეყანას და მსოფლიოს რეიტინგში როგორ ვართ. ჩვენი ქვეყანა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. ურწმუნოთათვის, საქართველოს ქართული მართლმსაჯულების სისტემა მსოფლიოში 36 ადგილზეა. ჩვენს მერია პორტუგალია და ვიეტნამი, იამაიკა, მალაიზია, ნამიბია, ტაჯიკეთი და მერე იტალია, მერე პაკისტანი, განა და საბერძნეთი. და ის თვალახვეული ხალი გამახსენეთ სადაური იყო? აი, სასწორი რომ უჭიროს. ხო, ბერძენი. ესე იგი, ნინო გალუსტაშვილის სამართალი უფრო სამართლიანია ვიდრე თემიდასი? სანქცირებული გალუსტაშვილის სამართალი. სანქცირებული ჯვებენ აჭყებია სამართალი. სანქცირებული ირაკლი შვანგირაძის. სანქცირებული ვიქტორ მეტრეველის. სანქცირებული ნინო სახელაშვილის. სხვათა სამართალი. ცრუ მოწმეებითა და სხვა ყველაფრით. იმედი ხელი არ იღწოთ ამასობაში. მართველი პარტიისთვის ამ ანგარიშების ფონზე ევრობიუროკრატების განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური ჭორაობა და იმის სურვილია, რომ როგორმე ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოიტანონ. ევროკომისია რაღაც NGO-ს კვლევას რომ აქვეყნებს, რა თქმა უნდა სანდოა. ისევე როგორც იმედი. ვის ჯობნით გავიგეთ, მაგრამ იქნებ ისიც გვითხრათ, ვინ ჯობნის ჩვენ. გადავახვიოთ იმედი და ვნახოთ, ვინ წერია საქართველოს წინ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს 36 ადგილზეა, 35 კი აზერბაიჯანი. ახლა ყველაფერი გასაგებია. სულ ყველაფერი. აქამდე სანამ ირაკლი რუხაძის კანტორა გვეტყოდა, ქართული სასამართლოს რეიტინგში ცოტა გვეპარებოდა ეჭვი, ცოტა. თორემ აზერბაიჯანული მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობასა და ობიექტურობაში ისედაც ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული. მუდამ დღე. უფრო ზუსტად, სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ესენი უკვე ჩამოვიდოვეთ. ახლა მიზანი ნათელია. დავეწიოთ და გავუსწროთ აზერბაიჯანს. როგორ მივახციოთ ამ ეპოქალურ მიზანს? მხოლოდ ყველაზე სანდო და გაუსწრელი მოსამართლეების მოზიდვით საქმისთვის. საქართველოს სასამართლოები აჩვენებენ ევროპული სახელმწიფოების მაჩვენებელს და რიგ ქვეყნებსაც, ნატოს და ევროკავშირის წევრ რიგ სახელმწიფოებს უსწრებს კიდეც ამ დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის მაჩვენებლებს. აი, ამ კაცის გამოჩენა საბოლოო დამარცხდა. ეს ყველაზე სანდო, ობიექტური და მიუკერძოებელი მოსამართლეცაა და რესპონდენტიც. მართალია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საერთაშორისო სანქციები აიკიდა, მაგრამ ეგ თავის დროზე deep state პაკნა. რა კლანი, რის კლანი, რა პოლიტიკური დავალებების შესრულება, რის ივანაშვილის გავლენა, საერთოდ საიდან მოიტანეთ ეგენ. მოდი, ბერძენ თემიდას კი არა, ქართულ ხოხობს გაუმარჯოს ახლა რა. მე მირჩევდია ერთი ხოხობი ალა ზანზე რომ შეიფრთხიალე. ისეთივე თამადა ხართ როგორც მოსამართლე? კი. კაი თამადას როგორც კაი მოსამართლეს ოქროს ფასი აქვს. ოღონდ მოიცა ეს ის კაცი არ არის 2023 წელს რომ დაუწესა სანქციები შეერთებულმა შტატებმა. მე აუცილებლად გავასაჩივრებ ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამის ორგანოში ეს დეტალები ზუსტდება ეხა ყველაფერი მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება ინფორმაციის მოძიება ჩემთვის თავარია ეს იარლიყი რაც მე მომაკერეს რომ თითქოს და ვარ კორუმპირებული აი ამას მაქსიმალურად შევეცდები დავიცვა ჩემი თავი ხო ბატონო ირაკლი ამ გახსენებაზე ეგ საქმე როგორაა სადიჩივრეთ იქნებ გაგვიზიაროთ გამოცდილება თორემ თქვენს მერე კიდე იმხელა რიგი დადგა და აინტერესებთ კოლეგებს და არა მხოლოდ თქვენს კოლეგებს რა გინდ გაგამართლეს მოგიხსნეს სანქციები ბოდიში მოგიხადა ეს ფულადი კომპენსაცია თუ მოგწეს ამერიკის უფასო ვიზითა და რა ვიცი დისნეილენდის ორი ბილეთი დაგაჯილდოვეს არა და ხომ შეიცვალა იქ ხელისუფლება თქვენ დასხვებს რომ სანქციები დაგიწესათ ის ხალხი საერთოდ აღარა ადმინისტრაციაში და კიდევ გერჩიან რა ვიცი 2 წელიწად ნახევარი გავიდა და აქამდე რამე იმეილი მაინც არ გამოგიგზავნეს ხო და აიღეთ ახლა და ეს სიუჟეტი გაუგზავნეთ აუხილეთ თვალი ქართული სასამართლოს ობიექტურობასა და სამართლიანობაზე ეგენი ხომ იცით იმეც განსაკუთრებით უჯერებ ხოლმე